სალამი დაგვიდგა შემოდგომა ზამთარი და მოვედი ამ პატარა ტბაზე იმის იმედით რომ დავიჭერთ დღეს კალმახს და თან წავიყვანთ რა თქმა უნდა სახში და პირველად ჩემს დაჭერილ თევზს დავაგემოვნებ. შეგახსენებთ რომ ნორვეგიაში კალმახის დაჭერა წითელკოპლები იქნება თუ მწვანეიანი თუ ყავისფერი რა ნიშნობა აქ არა. წაყვანა კალმახის შეიძლება სახში და ჩოლებრივად მოსული თემა არის. მე ხლა გავემზადები, ავეწყობი და ვნახოთ როგორი სიტუაცია არის და ისიც მაინტერესებს თევზი ზევით წავიდა, ქვევით არის, ისევ აქ არის, აქ ბინადრობს თუ გაპასიურებულია თუ რა ხდება საერთოდ. ეგ მაინტერესებს. ასე რომ let's go. თან მაქვს ესეთ რაღაცა წამოღებული, ამაში გავასვეთ ხა წყალს და თევზს თუ დავიჭერთ, თუ ოპტიმალური ზონა იქნება, დავატყუებთ ამაში. Все, ასე. დავდოთ, იყოს ღია. მოვიტან ანკეს და დავიწყოთ თევზს. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, აქეთკენ შევაგდებ. 1 გრამიანი წონა გვიყენია, 1 გრამზე ვარ რა თქმა უნდა და ნახოთ აბა. დავუშვოთ. ოი. პირველი გადაგდება. ცოტა სხვაგან გავისროლე, ჯერ გასახურებელი ვარ მე თვითონ. აი, ჯერჯერობით არაფერი. არავინ და არაფერი. ესეთ ფლიპ-ფორმი გვიყენია. ნახოთ იზავს თუ არა ეს ფერი რაიმეს დღეს. ესეთ რაღაცაზე გადავედი ახლა. და აი აქ რომ მომყო და შეტევა იყო ძალიან საინტერესო. რამდენიმე წელს კიდევ ეცდები. არა მაგარი იყო გასწორო. დავსვით ობლერზე, არ ვიცი კამერამ დააფიქსირა თუ არა, მაგრამ იმენა დავიჭირეთ და არა მაგარი იყო, დუნკ ეგრევე დაარტყა იმენა და აი დაითრია რასაც ქვია რა. აი ახლა გავუშვებ ამას აქა. კაი ზომა არის ამის წაყვანა შეიძლება ჩემი აზრით. დავსვით რა პირველი თევზი. მაინც ახლა არ მქონდა თან წაღებული ისა რა ქვია, ჩაგანბაგე და მომიწია აქ ხელს. აუ ობლერმა იმენა გასწორა. რა შეეხება თევზაობის ვიდეოებს არ ვიცი ამ სეზონზე ეს ბოლო თევზაობა იქნება თუ არა. ნახოთ რა თუ ძალიან არაცი და უკვე ძალიან სიცივეები არის. და თევზიც ძალიან გაპასიურებული არის და თუ ყინულზე სათევზაოდ არ წავედი და ასე შემდეგ დიდი შანსი არის იმისა რომ ეს იყოს ამ სეზონის ბოლო თევზაობა, ასე ვთქვათ. აქ უკვე აღარაფერი არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩარტყმებიც კი არ არის. შევიცვლი კიდევ ადგილს, ნახოთ. ცოტა იქითკენ თუ იქნება რამე სხვაობა. ესე იგი გამოდის რომ დღეს catch and release კი არა გვაქვს, ეს გვექნება catch and cook. იმიტომ რომ მივიტანთ ჩვენ ამ კალმახს სახში და გავსინჯავთ. აქ კიდე წყალი დამდგარა. აი ვეცდები, მაინც შევაგდო აქედანაც და თუ რამე მე ბალახ გამოვიდა. მომენტში აქ ჩაგვერტყა ეხა და ცოტა უკეთესად შევაგდო და ვცადო კიდევ ერთხელ. კიდევ ერთი ორი ბატონი
აგრას გაიწრო. მაგრა დამუშავდა ბიჭო ეს რაღაცა. ობლერით ასწორებს თევზაობა, იმიტომ რომ დარტყმას გრძნობდა. დუნკ ეგრევე მომენტალური არის და მერე მიდის ბრძოლა იმენა. ოპა, წამოჩაუსვათ ეს თავის მაკაც. არ გადავხდო. კაი ზომა, ნორმალური რა. შეგახსენებთ რომ ნორვეგიაში ჩვეულებრივად არის დაშვებული თევზის წაყვანა. კოპლებიანი იქნება წითლიანი, ჩვეულებრივი, ეგრეთ წოდებული კუმჟა, თუ რაც არ უნდა იყოს. ვა, ეს რა გიჟი რამე გამოდგა და. ესეც ასე. მეორე კალმახი ესეთ AliExpress-დან გამომწერილ სატყუ არა. მოკლედ გაუცებული ვარ. ობლერით არასდროს არ დამიჭერია და რა კარგად ამუშავდა. Nice. შენიერია გავაგზავნებ კიდევ ნახოთ რა იქნება. და მერე წავიდეთ სახში და დავაგემუნოთ, რა ვიცი, გავამზადებ და ასე შემდეგ. ვიზდეთ, ეფექტი აქვს რა ვობლერს. ყოველთვის მინდა და ვობლერით დაჭერა და ეფექტური არის ძალიან, იმიტომ რომ მოყავს და ეს შორიდან ურტყავს იმენა და ხელში გძნობ დუმ დარტყმას რა. აი მაგი შეგრძნება მინდოდა. აქ თამხარესაც ეხა ზედაპირზე ხედა პატარა აქტიურობას, არ ვიცი საერთოდ რა არის. ყოველ შემთხვევაში ბუშტები ამოდის. ფანიკიდან ზერიდან ეხა ბავშვები მოვიდნენ სამწუხაროდ და იმენა ნაგავს ყრიან წყალში უშნოთ და რავი, ძალიან ცუდი არის რა. აი სამის დასული ადამიანთან დაყვება და ეს ყურადღება რომ მიახსენ ხო შეიძლება ელემენტარულია რა. ნახოთ ვენახი. დაარტყა. აი. ოპა. და ახლა ამის გამოყვანა იქნება აგარი. ასე ბატონო. კიდევ ერთი. დავპარსეთ. ძმა. აი ესეთი. იდეალურად გამოედო, იდეალურად დავსვით. ცოტა ამოყვანა არის რთული ამ ადგილიდან. უფ, ასწორებს ბიჭო, რა ყოფილა ვობლერით თევზაობა. მოკლედ, ბევრი ვეცადე თუ ცოტა ვეცადე. მეტი დღეს თევზი არ არის. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიჭერ და მეტი არც გვინდა. სამიც საკმარისი არის. ეხლა ჩავბარგდე, წავიდეთ სახლში და მოვამზადოთ ჩვენი დაჭერილი თევზი. ნახოთ როგორ გემოზე იქნება. აი ახლა ჩავთოთ სკუტერი და წავედით სახლში. მაგარი მოფიქრება არის ეს ჩასაკეცი გასაბერით რა ქვია ამას. მირეწოდებული ვედრო. ესე დავკიდოთ. ოფროუდზე ცოტა ჭირს მა. Let's go. აი, დანტეს თევზები, ჩარტყი მამა. ყოჩა, აი. იქ თავის დასუყრებს. აი, ვინ არის? ზიან თევზები? რა ლამაზი თევზებია. დღეს სხვათაშორის მამის დღე ყოფილა, არ ვიცოდი, ასე რომ დაიმთხვა, კარგად, აი ესეთი საჩუქარი გამიკეთა ბუნებამ მამის დღეზე და სამი კალმახი მოვათრიე სახში. ეხლა დანტე ცოტა ხანი ითამაშებს, მე აქ რაღაცებს გავამზადებ და დავიწყოთ თევზის გამზადება და დღეს გვექნება კიდევ ერთხელ ვამბობ catch and cook. სანამ დანტე თამაშობს იქ რაღაცეებით, ჩვენ კარტოფილი დავჭრათ. უცბად. და გავამზადოთ მოსახარში. თამაშობს თან იქით. ეთამაშება აბულინგებს კალმახებს. და აი ხა კარტოფილს დავჭრებ დღეს. ქვილში შევწავ ამ კალმახს. წინაზე საქართველოში რო ვიყავი, fish area რო არის ეგეთი ადგილი, მან ვიყავით მე და ჩემი ცოლის ძმა და წამოვიღეთ იქიდან, რა ვიცი 2 კილომდე თევზი წამოვიღეთ თუ რაღაცა და სახში გავაკეთე მე. იმიტომ რომ ვერავინ ხელი ვერ გაბედა და ვერ მოკიდა. ანა, ეხლაც მე მიწევს. ნაშვები დანტე. აი ესეა რა, გზადაგზა სწავლობ. თაკო თევზს ხელს ვერ კიდებს, საერთოდ. ასე რომ ჩემი გასაკეთებელია ესეც. მე უნდა დავიჭირო, მე უნდა მოვიყვანო, მე უნდა გავამზადო და მე უნდა ვჭამო. აქამდე რაც კი თევზი დაგვიჭერია, ყველა გაგვიშვია დღეს, დღეს საჩუქარი მოვიწვე, ასე ვთქვათ. თან ინტერესისთვისაც რა, ძმაკაცების უყოლა მეუბნებიან, რომ გასინჯე შენი დაჭერილი თევზი და გასინჯე და მით უმეტეს რომ დაშვებულია მაგ ქვეყანაში მაგ თევზის ჭამა. გასინჯე და აჰა ძმო, აი გავსინჯოთ. ფოთაშორის ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ
GoPro საერთოდ სიგნალებში კარგად ვერ იღებს. ხო და ნუ რაც არის ეს არის რა. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს და როგორი მაგარი კამერაც არ უნდა იყოს GoPro, სიგნალებში ძალიან მაგრად იჩაგრება. აი ძალიან მაგრად. ეხლა გვაქვს გამზადებული ჩვენი თევზი, ქვილი მარილით, ხო და მოვაწოთ. ისე. ცოტაში იმითაც. ისე. მეცადე მაქსიმალურად რომ კაი გამოსულიყო. მასობაში თევზსაც გავამზადებთ წესით და რიგით. ცოტა ზეთი ავიღოთ. всё, გახურდება ახლა და შევაშიშხინოთ. მოკლედ, ესეც ასე. აი, ესე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი დამზადებული კალმახი და გავსინჯოთ. აბა. ნახოთ ვენახი. როგორ გემოზე არის და ასე შემდეგ. როგორი თეთრი ხორცი აქვს, ხედავ? აბა, ჩემი დაჭერილი თევზი, დავაგემოვნოთ. მაგარი გემრიელია, თავის ფრიანად მიდის. კბილი მაქვს ჩამოტეხილი სამხარეს და წესიურად ვერ შევირგე. ძალიან მაგარია. აი ძალიან მაგარია. არ დავიწყებ ახლა მე დიდად ვიდეოში მთლიანად ამ ყველაფრის ბუყნაობას, ასე ვთქვათ. თქვენთან იყო თემურ გვარაძე, იმედია ისე ამონეთ ვიდეოთი. აი ეს ესეთი ვიდეო გამოგვივიდა, ძალიან კარგი და გემრიელი თევზი არის და ჩემი აზრით თუ ვიტყვით რომ ეს სეზონის დასასრული არის, მშვენიერი დასასრული გამოგვივიდა. თევზაობის სეზონის დასასრული, ასე ვთქვათ. მოკლედ, თქვენთან იყო თემურ გვარაძე და რა ვიცი. სავარაუდო მომავალ ჩართვამდე. კარგად.